როგორ აცხოვნა ბერმა თავისი მოწაფე. ნეტარმა პავლემ მღვდელმონაზონმა მოგვითხრა. ჩემი ერთი მოწაფე ჩემგან ფარულად ძალიან ზარმაცობდა. იგი მოულოდნელად აღესრულა. მე მხურვალედ შევევედრე ღმერთს და დავემხვე ღვთისმშობელ მარიამის წინაშე, რომ მენახა სად იმყოფებოდა მისი სული ხორციდან გასვლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მრავალი დღე გავატარე ლოცვაში, უცებ გამოცხადებით ვიხილე ჩემი მოწაფე. იგი მთლიანად თავიდან ფეხებამდე გაქვავებული ვიღაც ორს მიჰყავდა. არც სულიერი იყო და არც ხორციელი. ოდნავი განძრევაც კი არ შეეძლო და ვერც ლაპარაკობდა. მთლიანად ქვად იყო ქცეული. ასეთი რამ რომ ვიხილე ძალიან შევწუხდი და დავნაღლიანდი. გამახსენდა როგორ მიმართავს უფალი მათ, ვინც არ არის შემოსილი საქორწინე სამოსით. შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნიყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა. ხელფეხის შეკვრა სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა სიზარმაცეს და უმოქმედობას, როცა ადამიანი თავის შესაძლებლობებს ღმრთის ნების შესაბამისად არ იყენებს ამ სოფელში. გამოცხადება რომ დასრულდა, კიდევ უფრო შევწუხდი და დავდარდიანდი. ვუმატე ლოცვას, მარხვას და შეძლების დაგვარად მოწყალებას. წმინდა მსხვერპლს წირავდი და ცრემლით ვევედრებოდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩემი მოწაფის შეწყალებას. ხურვალეთ ვევედრებოდი კაცთმოყვარე ღმერთს მისი სულის ლხინებას. ღრმად მოხუცებულს ძალიან გამიჭირდა ამდენი ხვაწლი და კაცრი მარხვა. რამდენიმე დღის შემდეგ ვიხილე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც მითხრა: მოხუცებულო, რატომ წუხარ, რა გადარდებსო? მე ვუთხარი: ყოვლად უბიწო, იმიტომ წუხვარ, რომ ჩემი ძმა გასაჭირში ვიხილე მეთქი. მან მომიგო: განა შენ არ ითხოვე მისი ნახვა? რატომ ხარ უკმაყოფილი? მე ვუთხარი: ჰოი ყოვლადწმიდაო დედოფალ, კი მე თავად შეგევედრე, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არ მინდოდა მისი ნახვა. ამიტომაც აღვივსე ცრემლით და გლოვით მეთქი. მაშინ მითხრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა: ახლა წადი, შენი სიმდაბლის, ღვაწლის და სიყვარულის გამო კიდევ გიჩვენებ მას, რომ აღარ იწუხო. მეორე დღეს მართლაც ვიხილე ის მოწაფე ჩემსკენ ხიარულად მომავალი. თავისით მიდიოდა და იცინოდა. ასე მითხრა: ღმრთისულიერო მამაო, შენი ლოცვით და მოწყალებით მოწყალე მეყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ძალიან უყვარხარ ჩვენს დედოფალს და ამიტომაც შეევედრა ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს, რომ ებრძანებინა ჩემი გახსნა ჩემივე ცოდვების საკვრელებისგან, რომლითაც ვიყავი შეკრული. ეს რომ მითხრა ჩემმა მოწაფემ, სიხარულით აღვივსე. შემდეგ კვლავ ვიხილე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქალწული მარიამ. მან მკითხა: მოხუცებულო, ახლა კი დამშვიდდიო? მე მივუყი: ჰეი ყოვლადწმინდაო დედოფალო, ჩემო ღვთისმშობელო, დამშვიდდი და გავიხარე კიდეც, რადგან დალხენილი ვიხილე ჩემი მოწაფე და შენი მონა მეთქი. მაშინ მითხრა ყოვლად უბიწო ღვთისმშობელმა: ჰოი მოხუცებულო, ახლა კი წადი და განუწყვეტლივ მოიხსენიე ხოლმე ლოცვისას, წირვისას და მოწყალებისას შენი ძმა, რადგან ძალიან შეეწევა მიცოლებულს მოწყალება და უსისხლო წმინდა მსხვერპლის შეწირვა. ეს რომ მითხრა, ჩვენი ყოვლად უბიწო და კურთხეულთა შორის უდიდესი დედოფალი გაუჩინარდა. გონს რომ მოვეგე, მუდამ მადლობას ვწირავდი ღვთისმშობელ მარიამს,
რომელმაც არ უგულვებელყო ჩემნაირი ცოდვილის ვედრება და უკვე გარდაცვლილი ძმაა ცხონდა, რადგან მას ყოველივე შეუძლია. ვისაც კი ეს დიდებული სასწაული გვსმენია, თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ასე ვადიდებთ ღმერთს. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი, რამე თუ შენ ხავ საკვირველი წმიდათა შორის შენთან. შენ გშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.